ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის წლის პირველი ნახევარი მზარდი მაჩვენებლებით დასრულდა. 2025 წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტების 3.650.000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ეს მაჩვენებელი 14%-ით მეტი 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე. მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც 2025 წლის იანვარ-ივნისში 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა. გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები როგორც მგზავრების გადაყვანის თვალსაზრისით, ასევე სიხშირეების, ტვირთგადაზიდვის და ასევე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მიმართულებით. ყველა ეს მონაცემი დადებითად აისახება ტურიზმის დინამიკაზე და არის შედეგი იმ ეკონომიკური პოლიტიკის, იმ საავიაციო პოლიტიკის და იმ ძალისხმევის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის ისტორიული ზრდა. კერძოდ კი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში 3.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურეთ. ქვეყნის სწორი საავიაციო პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივახციეთ, რომ საქართველოში 5 ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოგვეყვანა. შესრულდა 17,000-მდე ავიარეისი, რაც ასევე 14%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით და მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ასევე სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც.